Ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ანალოგურ და ციფრულ სიგნალებზე. ერთი გზა, როგორც შეგვიძლია შევხედოთ მათ შორის განსხვავებას, არის ის, რომ ანალოგური სიგნალი ცდილობს ზუსტად აღადგინოს ის, რაც ხდება, ხოლო ციფრული სიგნალი ჯერ გარდაქმნის ნულებში და ერთებში და შემდეგ ამის გადაყვანა შეიძლება უკან, ისევ სიგნალად. პირველ რიგში უნდა გავიაზროთ, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, იქნება ეს ფერის ინტენსივობა, სიკაშკაშე თუ ხმის სიხშირე, შეიძლება წარმოვადგინოთ რიცხვებით. თქვათ გვინდა რომ ვინმეს მივაწოდოთ რიცხვი 24. ამის გაკეთების ერთი გზა არის ანალოგური სიგნალის გამოყენება. შეგვიძლია ძაბვა გავყოთ მავთულზე ისე, რომ შეესაბამებოდეს 24-ს, რიცხვ 24-ს. და თუ მიმღები მიიღებს სუფთა სიგნალს, მაშინ ამოიცნობს როგორც 24-ს. მაგრამ ანალოგურ სიგნალებთან პრობლემა არის ინტერფერენცია. თუ მაგალითად სიგნალს გადავცემთ მავთულით დიდ მანძილზე, ან ვცდილობთ რადიოტალღებით გადავცეთ ცუდ ამინდში, მაშინ შეიძლება სიგნალი ცოტა შეიცვალოს, ანუ დაზიანდეს რეალურად ინფორმაცია. და ამ შემთხვევაში, რასაც გავაგზავნით, იქნება რაღაც ასეთი, რაც ცხადად შეესაბამება 24-ს, მაგრამ ამ დროს მეორე მხარეს მყოფმა შეიძლება მიიღოს სიგნალი, რომელიც აღარაა ცხადი, რომ 24-ია. მერყეობს 20-სა და 30-ს შორის. და ამიტომ ბევრნაირი ინტერპრეტაციის გაკეთება შეიძლება. და ვთქვათ, ეს 24 სიგნალში თუ შეესაბამება ხმას, მაშინ მეორე მხარეს მიმღები, რასაც გაიგონებს, არ იქნება ისეთივე ცხადი, მკაფიო 24-ის შესაბამისი ხმა ან ბგერა, რაც ჩვენ გავუშვით. იქნება უფრო ბუნდოვანი. ან შეიძლება შეესაბამებოდეს, ვთქვათ, პიქსელს, რამდენად ანათებს, ან რა ფერია და ასე შემდეგ. ახლა მეორე ვარიანტი რაც გვაქვს არის, რომ 24 გადავწეროთ 2 ბიტში. ანუ ბინარული სისტემა გამოვიყენოთ. ვიცით რომ 24 შეგვიძლია ბინარულ სისტემაში წარმოვადგინოთ როგორც 1100. შეგიძლიათ თუ არ გახსოვთ გადაიმეოროთ ვიდეოებში, როგორ გადავიყვანოთ 2 ბიტიდან 10 ბიტში, 10 ბიტიდან 2 ბიტში რიცხვები, მაგრამ ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეს თანრიგები, რასაც მიჩვეული ვართ 10 ბიტ სისტემაში, არ შეესაბამება 10-ის ხარისხებს, არამედ შეესაბამება 2-ის ხარისხებს. ანუ სხვანაირად რომ შევხედოთ 1100-ს, ეს გვეუბნება რომ გვაქვს 1 ცალი 2-ის მეოთხე ხარისხი, ანუ 16, 1 ცალი 2-ის მესამე ხარისხი, ანუ 8, და მერე არც ერთი 2-ის მეორე, 2-ის პირველი და 2-ის 0 ხარისხი, ანუ 000. და თუ ამათ შევკრებთ, მივიღებთ 24-ს. მაგრამ რანაირი სიგნალი შეესაბამება ახლა ამას? მაგალითად, შეგვიძლია ვქნათ რაღაც ასეთი. შეგვიძლია შევუთანხმდეთ მეორე მხარეს მყოფ ადამიანს, რომ აი ამ დროს, გარკვეულ დროს, რა სიგნალსაც მიიღებ, ეს შეესაბამება პირველ ციფრს, შემდეგ აი ამ პერიოდში რასაც მიიღებ მეორე ციფრს და ასე შემდეგ. და მაშინ დაადგენს, რომ ეს არის 11000. ახლა მოდი მივუბრუნდეთ ინტერფერენციის საკითხს. ინტერფერენციის მიუხედავად შეგვიძლია წარმატებით გავაგზავნოთ 11000. იმიტომ რომ მეორე მხარეს რაც ხდება, არის რომ სისტემა, რომელიც იღებს სიგნალს, ცდილობს დაადგინოს ერთიანს იღებს თუ ნულიანს. და ამიტომ ოდნავი შეშფოთებები და ოდნავი შეფერხებები რომც იყოს, 1-სა და 0-ს შორის მაინც ძალიან დიდი განსხვავებაა და ამიტომ შეიძლება 1-ის ნაცვლად მიიღოს თქვათ 0.9 ან 1.1, მაგრამ თუ მიიღე 0.9 ან 1.1 და უნდა აირჩიო ახლა ეს 1 არის თუ 0, რა თქმა უნდა მიხვდები რომ 1-ია. ანუ ცხადია რომ თავიდან რასაც მიიღებ ერთიანებია და ბოლოს რასაც მიიღებ ნულიანები. და ამიტომ 24 შეგვიძლია რომ ძალიან მარტივად გავაგზავნოთ ციფრულად 1100-ის სახით.